კონცერტი 15 მაისს 19 საათზე თბილისში ბანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმსა და სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება. საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 15 მაისს დაიწყება კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, რომელიც წელს მეორედ იმართება. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი და ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი წელს საკმაოდ მასშტაბური იქნება, თბილისის შემდეგ კონცერტები გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ჟანრულად მრავალფეროვან კონცერტებს მოიცავს. ძალიან აქტიურად ვემზადებით და დიდი პასუხისმგებლობით, რადგან ეს ფესტივალი ეძღვნება ქართველ კომპოზიტორებს და მონაწილეობას იღებენ ქართველი შემსრულებლები და ძალიან მიხარია, რომ ზოგადად თავათესნაირი ადამიანები ახერხებენ იმას, რომ ქართული არ დაიკარგოს. ახლა კი უცხოეთის სიახლეების დრო ამერიკის საელჩო უკრაინაში ამერიკის მოქალაქეებს რუსეთის